წარმოიდგინე რომ იყიდება ძალიან ლამაზი სათვალე. ძვირია და შემფული არ ყოფნის. ბევრი მაკლია? დაახლოებით 200 ლარი. აუ, ესე ძვირი ღირს. კარგი სათვალე ძვირი ღირს, ნათი. ხო, კარგი. მერე ფული ვის უნდა თხოვო? დედას. დაფიქრდი, ნათი? მამას. რისთვის გათხოვდი? ქმარს. ყოჩახ. ეხლა მითხარი როგორ უნდა თხოვო? ვეთქვი რომ ფული მჭირდება. რისთვის? სათვალისთვის. შეცდომაა. რაიმე საოჯახო ნივთისთვის. მაგალითად ჭურჭლის არცხი მანქანისთვის. ეგ რო გაცილებით ძვირი ღირს. მაგაშია საქმე. უნდა უთხრა რომ უფრო მეტი ფული გჭირდება. დამომცემს მერე? არ მოგცემს. ვერ მოგცემს, იმიტომ რომ ჩვენ ქმნებს ერთბაშად ამდენი ფული არ აქვთ. აბა რა აზრი აქვს? ფსიქოლოგიური ფაქტორია მთავარი. უნდა იცოდეს, რომ ბევრი ფული გჭირდება, იმდენი, რამდენიც მას არ აქვს. არა და ოჯახში ჭურჭლის არცხი მანქანა ხო გჭირდება რა? გჭირდება. ხო და ზუსტად ამ დროს არის შეინცრემლები საჭირო. სათვალის გამო უნდა ვიტირო? ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამო, რომელიც შენ კი არ გჭირდება. აბა, ოჯახს. გასაგებია. ოღონდ ამ დროს ცოტა უნდა იტირო და საყვარლად. უბედურ ქალს კი არ უნდა გავდე. აბა, გულდაწყვეტილს. უნდა ეგონოს, იმიტომ კი არ ტირი, რომ რაღაცის ყიდვა გინდა. აბა რატომ? იმიტომ რომ ოჯახს რაღაც ჭირდება, შენ ქმარს ფული არ აქვს და გეცოდება. მიხვდი? კი. და სათვალე რა შუაშია ამ ამბავში? აი ამ ყველაფერს კარგად რომ შეასრულებ, მე ისე შემთხვევით მოაყოლებ, რომ რაღაც სათვალე ნახე, რომელიც სულ რაღაც 200 ლარი ღირს და გჭირდება. და მომცემს ხო ფულს? დაუფიქრებლად. აუ, ახლა ვხდები, რამდენი მიტირია ტყუილად.